იმ დროისთვის ჩრდილოეთ კოშკს უკვე დარტყმა მიღებული ჰქონდა 42 წუთის, ხოლო სამხრეთის კოშკს 25 წუთის წინ. ჰაერში იყო კიდევ ერთი გატაცებული თვითმფრინავი რეისი 77, რომელიც პენტაგონს 9 წუთის მერე შეეჯახა. ამ ფრენებზე თვითმფრინავზე კონტროლის მოპოვებას გამტაცებლები ელოდნენ არაუმეტეს 9 საათისა, რაც დიდი ალბათობით მოუნდებოდა უსაფრთხოების ღვედის ნიშნის გამორთვას. დღემდე უცნობია, რატომ დაელოდნენ რეისი 93-ის გამტაცებლები კაბინაზე შტურმის დაწყებას დაახლოებით 46 წუთის განმავლობაში. 9 საათსა 28 წუთსა და 17 წამზე კლივლენდში ავიდა დისპეჩერებმა და 93 რეისის ფრენის ახლოს მყოფმა სხვა თვითმფრინავის პილოტებმა შესაძლო ყვირილის ან ბრძოლის გაუგებარი ხმები დააფიქსირეს. კლივლენდის სააერო მოძრაობის დისპეჩერმა უპასუხა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. 35 წამის შემდეგ თვითმფრინავმა ისევ ცადა კომუნიკაცია. ორივე ზარში მამაკაცი ყვიროდა. ამ შეტყობინებაში მისმა ცოლმა ლეროი ჰომერის ხმა ამოიცნო. 11 სექტემბრის დილას რეისი 93 იყო ერთადერთი გატაცებული თვითმფრინავი, რომელმაც მოახერხა შეტყობინების გაგზავნა ავიადისპეჩერებთან. სავარაუდოდ ეს იმის გამო მოახერხეს, რომ პილოტებმა იცოდნენ სოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმების შესახებ და მზადყოფნაში იქნებოდნენ. როდესაც კაბინაში შეუვარდნენ, პილოტებმა სწრაფად გაიაზრეს, რაც ხდებოდა და ჩართეს მიკროფონი, რათა დისპეჩერებისთვის მიეწვინათ ხმა. შეუძლებელია ზუსტი დროის დადგენა, თუ როდის ჩაიგდეს რეისი 93-ის მართვის კონტროლი ხელში გამტაცებლებმა. ოფიციალური პირები თვლიან, რომ დაახლოებით 9 საათსა და 28 წუთზე გამტაცებლებმა მოკლეს თვითმფრინავის მგზავრი მარკ როტენბერგი, თავს დაესხნენ კაბინას და დარჩენილი მგზავრები ეკიპაჟთან ერთად თვითმფრინავის უკანა მხარეს გადაიყვანეს. ამით შეეცადნენ მინიმუმამდე დაეყვანათ ეკიპაჟის ან მგზავრების მხრიდან მათზე თავდასხმის მცდელობები. აქ უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი უცნაური ფაქტი. ბევრი მგზავრი სატელეფონო ზარებში ამბობდა, რომ ისინი ხედავდნენ მხოლოდ 3 გამტაცებლებს. თუმცა გამოძიება სჯერა, რომ ჯარაჰი იჯდა თავის სკამზე მანამ, სანამ სხვა გამტაცებლებმა კაბინა არ დაიკავეს და მგზავრები თვითმფრინავის უკანა მხარეს არ გადაიყვანეს. მხოლოდ ამის შემდეგ შევიდა ჯარაჰი კაბინაში და თვითმფრინავის კონტროლი ხელში აიღო.